ეს მანქანა ცოტა ესე დააყენე. არა, არ მოტეხოს. თორე არ დაიხვევა. Დაცუქვა ახლოს იქნება უკეთესია. ხო, რა თქმა უნდა. აბა დაცუქვა იქნება. მოიცა. ახლოს გამოიგზავნა. აგვანგრეს იქებს. ჰა? აი, ტორმუს დააჭირე, არა, პარკინგში. აი, აგულა ახლა დაამუღა. Moitza. არაფრის, აბა, შვიდობიანიც და აქეთ აღარ გადახვიდეს ხოლმე. არაფერს. აი, კარგად დადებულა. ვაფშე არაფერია. აი, არაფერს, ვირის რო სამხოს ახალი. აი, ამბეთ დაასრულე, ჩამოვიდა რავი. მარტო იყავით და გულსა. არა, შეიძლება დავდიო. Then we need to go to Აბა მოკითხო. მე იმდენი ხანია ვიდეო არ დამიდი, აქედან მოვიკითხავ ჩვენ ვაპოვებ. მოკეფლებ. მე გოთამ ვინახავ ჩემი ვის როგორ არის სანურად ხასო. აი, dobro. ეს ახლა ჩვენ მივდივართ სოფელ ბევრეთში და ბევრეთიდან გადავალთ ტაბარუკში. ასეთი გზამით სოფლამდე. გამოვიარეთ წოდორეთი კაი დასახლებული ადგილია, გზაც არის, დენიცა, გაზიცა, სოფელთან, თბილისთან ახლოს არის და ყველანაირი
კომფორტი არის. აქეთ ვნახოთ ახლა რა შეგვხდება გზაზე. ეხლა ჩვენ სოფელ მაჩხანში შევდივართ და სოფელს რო გავწდებით არის პატარა ეკლესია. იმის ნახვა გვინდა. რა ქვია ბესო ამ ეკლესიას? ხანის წმინდა თეოდორეს ეკლესია. მოვედით ახლა ჩვენ სოფელ მაჩხანში და სოფელში არის პატარა ეკლესია წმინდა თევდორეს სახელობის. შევიდეთ, ნახოთ ეკლესია. თბილისიდან არის ახლოს, დაახლოებით 15 კილომეტრია ამ სოფლამდე. რო გითხრათ, რომ გზა კარგია, მეთქი ნამდვილად ეგრე არ არის. როგორი ლამაზი ხედები, აქედან ზაფხულში იქნება, აქედან ულამაზესი ხედი. ეხლა ერთფეროვანია ბუნება, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. მშვენიერი ბუნება სუფთა ჰაერზე. ავიდეთ აბა ეკლესიაში. აქედან მე ვაპირებთ ბევრეთში გადასვლას. ბევრეთის დედათა მონასტერი მინდა რომ ვნახო, არ ყოფილვარ. და სოფელი ტაბარუკიც მინდა რომ გაჩვენოთ. დილა არის ახლა დაახლოებით 9:30 და როგორი სუფთა ჰაერია და ნისლი. მშვენიერი ბუნება. შევიდეთ ეკლესიაში. ხო, სოფელი არ გააღვიძო ბესო. ძალიან კარგი ხმა აქ. დილა ჯერდა მაინც და მაინც არ გვინდა სოფელი გავაღვიძოთ. სოფელში სულ 3 სახლია, მაგრამ მაინც. და ეკლესიის შესასვლელში კარების თავზე ძველ ქართულად აწერია რა წერი არ ვიცი, მე სამწუხაროდ ვერ ვკითხულობ და ვინც იცით ძველი ქართულის წაკითხვა და არ დაგეზარებათ თუ გადამითარგმნით, მადლობელი ვიქნები და კომენტარში მომწერთ. მაინტერესებს ძალიან რა წერია. დილა მშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 26 იანვარი და ჩვენ ეხლა ვიმყოფებით თბილისიდან არც თუ ისე შორს არის სოფელი მაჩხანი. დაახლოებით 15 კილომეტრი იქნება. გამოვიარეთ წოდორეთი და შევიარეთ მაჩხანის წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესიაში და ზევით ეკლესიას მიუყვება გზა, ზევით მთაზე ამოდის. რუკაზე არის მონიშნული შენობები, რომელსაც არანაირი სახელი არა აქვს, რა ქვია იმ ადგილს და მივედით ახლა ჩვენ იმ ადგილამდე და მინდა რომ გადავიღო და გაჩვენოთ რა არის. თოვლი არის აქა, საკმაოდ მაღალზე ვართ. ძალიან ლამაზი ადგილია და მოდით ახლა ერთად მივიდეთ და ვნახოთ სად მოვედით. თოვლშიც ამოვედით. აი მაღალზეა იქ ისა კომპლექსი სამონასტრო. გამოჩნდება მეორე. ეგერ არის ესო ქვევით ჩასასვლელი გზა. წვერზე ამოვედით. თითოეზე ვარ, ხო? ძალიან მაღალზე გამოვედით, ხო?
ისლი დილა როა ემიტვა, მაგრამ მე გადავიდეს, მაგრამ ისლი გადაივლის, მაგრამ მოვედით, მაგრამ ხელე ჭიშკარი არის და ბოქრომია დევს. არა უშავს ფეხით შევალთ. ალბათ არ შეიძლება მანქანა. ტერიტორიაზე იქნება არქეოლოგიური ძეგლები. დახურულია უცხო და ტურისტებისა გთხოვთ მოაზიანებთ შლაგბაუმს. მონასტრის ძმობა. ვისთვის არის დაკეტილიო? ტურისტებისთვის დაკეტილიაო. ჩვენ ტურისტები არა ვართ, წამოაბა ერთი ვნახოთ რა ხდება. ამოვედით ახლა ჩვენ მაჩხაანიდან. ფაქტიურად თაზე მთის წვერზე ვართ. რუკაზე არის მონიშნული დიდი კომპლექსი, სამონასტრო. თუ არ ვწდები, ალბათ ეხა მივაქვს და ვნახავთ რა არის. გზაზე შლაგბაუმი დაგვდა, მანქანით შემოსვლაც შეიძლება რაღაცა არქეოლოგიური გათხრებია. ყოველ შემთხვევაში რო არ ვივარაუდო ეხლა მე და მივიდეთ და ვნახოთ რა არის. თოვლი არის აქ მოსული, მშვენიერი, ბესო მოდის, ნენლელა და ეგერ ამოვედით. გამოჩნდა დიდი ლამაზი ეკლესია. რა საინტერესოა, რატო არ უნდა იყოს რუკანზე დატანებული სახელი, რა ქვია ამ ადგილს. ამხელა ულამაზესი ეკლესიაა, ეგერ იმედი მაქვს ღია იქნება, ჭიშკარი შევალ. მანქანა არის შიგნით. მანქანა არ ვიღაცა იქნება. შევიდეთ. არა ბოქლომი. ადებს ბოქლომი. და აკეთებს ვერ ვახებ. მოდი ერთი ბესარი უნდა ეჯაჯგურე ამ კარებს. რა ლამაზი ადგილია, ნახე, ხედავ. სულ აქ შეიძლება გადაღება და არ გვინდა შესვლა. დაკეტილია ვარ. არა, ბოქლომი არა დევს. დაკეტილია და რენაა გაყრილი. აუ. ვერ შევალთ. რაკია, ჩავს. ბიჭო, ხო, მაგრამ რატო არ შეიძლება შესვლა? არ ვიცი, რა ვიცი. წამო არ დაგვინახეთ, ჯერ ვარ გქ. ჯერ არ შეიძლება ალბათ, მაგრამ აი ძველია, აი აშკარად. აბა იქ რომ მივიდეთ. მივალ მე. მოის არ არის შემოღებული. თოვლი და ეს რაღაც ნაკვალებია, ბიჭო, ძაღლის არის, თუ მგელის კაც ვერ გაიგებს. წამოდი, შენ წამოდი. ხო. ლამაზია, ნახე, ლამაზად არის აშენებული, გაკეთებული ეგერ. კომპლექსია რა, რაღაც სამონასტრო კომპლექსი. გავიგე ხომ არა რა ქვია, ვისია, რა არის. რაც აიდუმლოდ არის აშენებული ეს კომპლექსი. შემოღობილია. ვერ შეხვალ შიგნით ბოქლომიადებს. და გარეთ ეგერ აქაც
ეს რა საინტერესო შენობაა, ბესო. აქ არის წარწერა. ნახოთ ერთი. აღმაშენებელი ამის მონასტრისა არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. აჰა. 2018 წელს გარდაიცვალა. ლაზარე აბაშიძე მააშენა ბესო ეს ადგილი არქიმანდრიტმა. არ ვიცი, ყველაფერი ჩარაზულია, ჩაკეტილია, ბოქლომები ადევს. მანქანა კი არის ეზოში, მაგრამ ულამაზეს ადგილას არის ძალიან მაგარი, ძალიან ლამაზი შენობა. ეს ოღონდ არ ვიცი რა არის. აი, წავიდეთ ბესო. უცხოპირები შემოსვლა არ შეიძლება. მე ჩვენ უცხოპირები ვართ. შემოსულები არა ვართ პრინციპში. ხო. ამფერი დაგურღვევია. გადაღება არ შეიძლება ვარსად არ წერია. არა და რა მაგარი ადგილია თო. აბა რა. იქ ცხოვრობენ ეს პატარა ეკლესია. ეს კიდე რა ვიცი რა. ეს კიდე რაღაც მაგარი შენობა ეგერ გვერდზე. ლამაზი. ეს არის საიდუმლო კომპლექსი. საიდუმლო სამონასტრო კომპლექსი. არქიმანდრიტ აბაშიძის მიერ აშენებული. მოვედით ახლა ჩვენ სოფელ ტაბარუგში, რომელიც თბილისიდან არის დაახლოებით 10 კილომეტრში. სოფლამდე ამოსასვლელი გზა ფაქტიურად არ არის, ცუდი გზა არის, მაგრამ აი ეს პატარა ეკლესია არის. ეკლესიამდე მოდის დენი, ან მოდის, ან მოდიოდა ყოველ შემთხვევაში. ეს არ ვიცი ეკლესია, ესა. ეს არ არის ეკლესია. ბესო, ეს ეკლესიას არ აგავს, მაო. აბა რა არის ეკლესია არის. ჯვარია ზე და როგორ არ გავს აბა რა. ეს უფრო გავს რაღაც ვილას. რავი ხალხო, ეს ეკლესიაა. კი, ეკლესია ჯვარიც არის და ისიც. დიდი აგერ ზარი, კიდია. ზარიც არის, ჯვარიც არის. რა ქვია ამ ეკლესიას? ტაბარუკის ეკლესია? რაღაც თანამედროვე სტილში აშენებული ეკლესია, ესე იგი ეს, თორე ადრე ეგეთ ეკლესიებს არ აშენებდნენ. საიდან უნდა ავიდე? სასვლელი არ უნდა იყოს. ეს რაღაც ეს ეკლესია მეუცნაურება, ისეთი ფორმა აქვს.
ბუხარი არის ხო დავიხი არა ხო ბესო მაგრამ რაც თავისებური ეკლესია არის ახალ სტილში აშენებულია ალბათ კი ძველ ქართულად აწერია დაწყებულია აშენება მაგრამ დასრულებული არ არის არ არის ბესო დანგრეული დაწყე და ზევითაც უნდა იყოს ასასვლელი ვერ გეტყვით ვერაფერს საიდან არის ზევით ასასვლელი სამრეკლოზე ალბათ აქედან არა ბოქლო მიადევს ვერ გავალთ აქეთ გარეთ ეს კარები შეიძლება თავში დაგვეცეს ესეც სოფლის ასეთი სოფელი იყო სოფელი ტაბარუკი აი გზევით კარგი დიდი შენობა არის მივიდეთ სოფლამდე ყოველ შემთხვევაში დენი ამოდის გზა მაინც და მაინც კარგი არ არის წვიმიან ამინჩი აქ ყველა მანქანა ვერ ამოვა თბილისიდან სოფელ ტაბარუკამდე იქნება ალბათ 10-12 კილომეტრი ეს შენობას ვერ გეტყვით საცხოვრებელი იყო ეს თუ ხო რაღაც საინტერესო ამბები ხდება ეს სახლი საერთოდ ჩამოშლილია.
კი, აგე იქით ჩანს რაღაც აგურის შენობა. მივიდეთ ახლოს. აქ ღობე იყო ალბათ. აქაც სახლი იყო, მაგრამ დანგრეულია. პატარა აგურის შენობა. საიყო აქ. აქეთ აღარ არის არაფერი. მიტოვებულ სოფელ ტამბარუკამდე. აი ეს გზა მიდის სოფელში. ასეთი ლამაზი ადგილი ვნახეთ. ხის პატარა ქოხია, ბესო შენი აზრით რა იყო აქ? აი პატარა მაგიდა არის. შეისყიდა ვიღაცამ და გააკეთა რა დასასვენებლად. ხო, ალბათ. ბუნება კარგია. პატარა მდინარე ჩამოდის, მდინარე ტამბარუკის ხევი. ძალიან კარგადაა გაკეთებული ადამიანს ეგერ ხის სახლი. მაყალიც არის, შამფურებიც არის. თენი მოდის აქამდე? არა, მე ჩვენი არა. საფხულში რომ მოხვიდე დაისვენო, არის ძალიან კაი ადგილი. ფეჩი მაყალი, ნაჯახი. ყველაფერია. მონადირის სახლივით არის რა. ლამაზი ადგილია. ტამბარუკი ვნახეთ ბესო, ეხლა სად მივდივართ? ეხლა მივდივართ ბევრეთის დედათა მონასტერში. ბევრეთის დედათა მონასტერი უნდა მოვინახულოთ, სადაც არა ვართ ნამყოფები და წავიდეთ ვნახოთ. შემოვედით ბევრეთში, სოფელი ბევრეთი. სადაც არის ბევრეთის დედათა მონასტერი და გვინდა მონასტერშიც გავიარო. მაგრამ მანამდე სოფელში ვნახოთ რა ხდება და რა სიტუაცია. ასე წავიდეთ, იყიდება ვაგერ წერია. კარგი სოფელია. შენებლობაც მიდის. ეგერ ბოლია მოდის ცხოვრობს ადამიანი. გამგრეული სახლებიც არის და კარგად აშენებული ახალი სახლებიც არის. ცხენებიც ყავთ. კი ბატონო, წყალიც არის. საით უნდა წავიდეთ ახლა ჩვენ პირდაპირ?
ზამთარში არც არავინ არ არის, მე მგონი ახლა ამ სოფელში. ის ერთ სახლში დავინახეთ, ბოლი ამოდიოდა. ამ სახლებში არავინ არ არის ახლა. აი, ბოქლომები არის ძირითადად. ან ცენტრალიზეს გამოყოლებით. სოფელში შევედით რა. სოფელში შესვლა მაინტერესებდა, ერთი როგორ არის რა, არის დასახლები ამ ცხოვრობს. ეს გზა უკვე მიდის დედათა მონასტერისკენ? აჰა. ავიდეთ აბა. ჩვენ მოვედით ახლა ბევრეთის დედათა მონასტერში და შევიდეთ ახლა ერთად დავათვალიეროთ. აქ ნამყოფი პირადად მე არა ვარ. ტუნელი რო იყო, აქედან რო იყო. ხო, აქ არის, აი დაიჭიშენე. გამოვედით. ო. ხო, მონასტერში სიწყნარია, სიჩუმეა, ამიტომ დილა. ესე იგი, მოკლედ რო თქვა და ავხსნათ სადავართ ჩვენ სოფელი ბევრეთიდან გამოვედით. დედათა მონასტერს გამოვწდით, ზევით აღმართზე აუყვებოდა გზა და ეს გზა ბესო ჩადის სად ახშირგორაში. და მე სოფელი დრეში და და შამთაში რო ვიყავით, ჯერ დრე გავიარეთ, მე სოფელი შამთა და გამოვალთ სოფელ დრეში. ცოტა მოყინულია რა და აბა მიდი ადი. შენ ადი ზევი. და იქიდან გადამოდი. აქედან უნდა გადავიდეთ სოფელ ნახშირგორაში. მაგრამ არ ვიცი გადავიდეთ. გაკენულია მთელი გზა და ორმოები არა ჩანს საერთოდ. არა უშავს. ხო, მიდი. დაუყევი. ხო, მიდი წინ და გაგეწევი.
Значит, вы приехали с Израиля, да, в Грузию? Я живу здесь. Вы здесь Тбилиси, живете, да. в Тбилиси? И каждое воскресенье иду пешком. А, в Тхалдиди, ага. Сходили пешком в Еврот и потом А обратно. вам сколько лет, уважаемый? 67. 60. Дай Бог вам здоровья. Спасибо, вам также. Спасибо большое. Как фамилия ваша? Коган. Коган. Всего хорошего. Дай Бог вам До свидания. Вам также. Спасибо, Счастливо. счастливо. Самоყინულია ხო, მაგრამ რეალ-რეალით ნელ-ნელა ჩავა. აქ ვიღაცა გავლილია მანქანა. აქ ახლა ადგილია აქ ჩასასწრიალებელია ვიჟო მაგრამ. არა, გვერდზე გავიწევი კაცო. არ დაგაზოდა ისე, ნელა გაი. ის რა მაგარი კაცი შეხვდა, თო 79 წლისალა რა, ხო? არა, კაცო 79-ის ვარ და 79-ის რო ვიყავი, მასე მეც გადავმოდი. 7-ის ტემბოლე. შენ ახლა წეგრე და შენ იმაზე უორესად ახლა ისე მაგრამ არ დავ. ეხლა მივდივარ სოფელ მოხისში. 2014 წლის აღწერის შესაბამისად აქ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ ეხლა ეთყობა, რომ კაი დიდი სახლებია და დაჩებოთ აქ. როგორც დაჩები ალბათ ისეა, ხო? შორს არ არის ეხლა თბილისიდან, ხო, რამდენი კილომეტრი არის აგე რა პანჯრებია. აი სოფელში რამხელა სახლები. ეს ეთყობა მას ახალი აშენებულია. ახალია ყველა. 2014 წელს ესენი არ იყო ეს სახლები აქ და მის მერე ააშენეს რა. კარგი ადგილია, მშვენიერი ადგილია, ახლოს არის თბილისთან და ადგილები შეისყიდეს და აშენებენ სახლებს. დენი არის ალბათ, კი, დენი არის. კი, გასა. ყველაფერია. ნახე რა კაი სახლებია, ნახე. გადასარევი, კარგია. ესა? ეხა ჩვენ საჩავდე, ქვევით სოფელია, ხო, ქვევითაც? ეს სოფელია ყველგან. კაი მოყინული გზა კი არის აქ, ყოიცში. თორმუზი არ დაარქვათ კაცი. თორმუზი არ დაარქვათ, აი აქ. სიჩქარეში ამცირე. თორმუზის გარეშე აქ ვერ ჩახვალ, ბაბა. ნელა. ზოგი სახლი კაპიტალური აშენებულია, ახალი აშენებული ეთყობა და ზოგ სახლს კიდე ნამდვილად ეთყობა, რომ დიდი ხანია აქ არავინ არ მოსულა. აი ამ სახლის პატრონი ალბათ აქ აღარ ცხოვრობს. წასულია საზღვარგარეთთან. სადღაც ქალაქში გადავიდა. არც ამ სახლში არავინ არ ცხოვრობს. აი გზევით დიდი სახლია. ეს არის სოფელი მოხისი. აქ ვიღაცა აშენებს ახალ ეს ფერმას გავს. შეიძლება ფერმა იყოს. იქით დიდი შენობა არის დანგრეული ძველი ახალი სახლი. ეს რამხელა სახლი იყო სამსართულიანი და დაინგრა. ეს პატარა კოხტა სახლი, ლამაზად აშენებული. ერთი სიტყვით თბილისთან ახლო მდებარე სოფლებში ასე თუ ისე ცხოვრობს ხალხი, დასახლებულია. იმიტომ რომ გზა ადვილი მისასვლელია. დენი არის. მაგრამ აქა-იქ ზოგიერთი მიტოვებული სახლი მაინც გვხვდება.
ძალიან კარგ ადგილზეა სოფელი. აი რამხელა სოფელია. ხო, აი იმ სახში ცხოვრობს ვიღაცა. საქმიანობს რაღაცას.